ნგრევა დაახლოებით 13 საათზე მოხდა, ჩამოინგრა 9 სართულიანი ნაგებობის შუა ნაწილი. Ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით 4 პიროვნება არის მოყოლი ნანგრევებში. სამშობლო დაიწყო წელს, ხო წარმოგიდგენიათ ახლა. არანაირ დანგრევაზე ამ შენობის საუბარი არ იყო. იყო გარემონტებას მხოლოდ და მიმდინარეობდა შენობა მიტოვებული იყო კარგის განმავლობაში, ბოლოს გვარდიის სამმართველო და მიმდინარეობდა გასუფთავების სამუშაოები. კომპანია შეპეს ალიზია, რომელმაც ტენდერში მიიღო მონაწილეობა, ტენდერში 20 კომპანია მონაწილეობდა მის გარდა და პარი გამარჯვებული კომპანია ჩულებოდა და კაცრად იყო გავთხილებული ყოველგვარ უსაფრთხოების წესებთან გაკავშირებით. არის რამოდენიმე ვარიანტი, შეიძლება თვითონ ამ კერძო კომპანიას არ ქონა დაცული უსაფრთხოების ნორმები მშენებლობის პროცესში, ყოველდღიური უსაფრთხოების ნორმები, რომელიც უნდა იყოს დაცული, ან კიდევ მსგავსი ფაქტი, რომელიც სამუშაოების გაწმენდით სამუშაოების შემდეგ იქნება ცნობილი.